პირველ რიგში მითხარით როგორ გრძნობთ თავს, იმიტომ რომ როგორც ვხედავთ და როგორც მივხვდით, საკმაოდ გართულდა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დრომდე იმყოფებით კლინიკაში, გიტარდებათ გარკვეული კვლევები, მითხარით რა ხდება თქვენს თავს, აი რამე დიაგნოზი თუ არის და რა გაწუხებთ ზოგადად. დიახ, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, პირველ რიგში ვიტყვი მას მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას. ამ დროისთვის უკეთესად ვარ და ამ ტურების ჯინაზე უფრო უკეთესად ვიქნებ. დაშეშილობები იმის არეში, კერგის და ქვედა მხარეში და ტვინის შერყევა მაქვს თავზე. ასეთები ბოლომდე არ არის მოსული. საბოლოო მოლოდინში ვარ რაღაც ანალიზების და პასუხების, მაგრამ უკეთესად ვარ. როგორც ვხედავ, ლაპარაკი ცოტა გიჭირთ რაღაც ეტყობა ეს ამ დღევანდელ დღეს მიღებული დაზიანებების გამო. გურამ, მე მესმის თქვენი. და ის ადამიანი არ ვიცი, აუცოდე. ესმით? კი, მესმის და გააგრძელეთ საუბარი. ცოტა სუნთქვის მაქვს, ასთმა მაქვს და შეტევა დამემართა და მიჭირს ნელა გამოვივა მდგომარეობა. მაგრამ არ ვიცი, რა უნდა გითქვათ, ეგ ადამიანი თვით თავიდანვე გამოირჩევა, ყოველ შეკრებაზე გამოირჩევა აგრესიით და ამას იმით ვაკეთებენ, რომ შეიძლება მეტი დაგვაშინონ, მაგრამ აღარ გამოსდით, სანამ კარგადაც ხედავენ და დასაშინებელი არა გვაქვს, იმიტომ რომ ანამუსით უნდა შეგვეშინდეს, ანამუსით უნდა შევწყვეტ ყველაფერი, როცა 52 ბიჭი არის ციხეში, 4 კედელში გამოწყდეული და კიდე ძალიან ბევრი ადამიანია დაზარალებული. ვინც დღემდე აგრძელებს ბრძოლას და იქამდე უნდა გავაგრძელოთ ბრძოლას, სანამ არ გავიმარჯვოთ. ერთ-ერთი ხსნა არის კი, მადლობა თქვენ ამ პოზიციისთვის, გურამ. შეგიძლიათ მომიყვეთ, აი რა ხდებოდა, რატომ დაიწყო ეს ფიზიკური ანგარიშწორება, რინგად რატო აქცია დღეს მანდატურებმა სასამართლოს დერეფანი, რას მოყვა ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი მოხდა დღეს ლევონ ზაზაძის სასამართლო იყო, რომელიც 12 დღით დატოვეს პატიმრობით ბიჭი, რომელიც უბრალოდ ტროტუარიდან აიყვანეს, არაფერს არ აშავებდა, უბრალოდ თავის პროტესტს გამოხატავდა, ტროტუარიდან აიყვანეს, დღეს სასამართლო ჰქონდა და გამოუყანეს განაჩენი, რომ 12 დღით უნდა ყოფილიყო ციხეში, რასაც ხალხის მკვეთრი რეაქცია მოყვა და როგორც კი პროტესტს გამოხატავს ხალხი, ეს მანდატურები მაქსიმალურად აგრესიულად ერთვებიან, რომ გააძევონ და ათრიონ და გამოათრიონ ხალხი ამ შენობიდან. მე ესე პირდაპირ ზუსტად დასაწყის არ დავსწრებულ ვარ, მაგრამ ხმაური როცა გავიგონე, გადავიწია ქვედა მხარეს და ხელში მწყაცა ერთ-ერთმა მანდატურმა და ეს ხელი რო ჩავწიე და გავაშვებინე, მაგის მერე მეცა და ძირს დამაგდო მეტი იმის ეს გამიგეთ შეტევა დამემართა და გარეთ ვიყავი ცოტა აზე რომ მოვედი. გურამ, იცით რა მაინტერესებს, აი თქვენი აზრით, რატომ იქცევიან ასე? გასაგებია, რომ ბევრი სასამართლო პროცესი იმართება, ყველა სასამართლო პროტესტზე არის იმ ადამიანების პროტესტი, რომლებიც ამ უსამართლობას უყურებენ და უსამართლოდ დაკავებულების ახლობლები, მეგობრები ყოველთვის იქ არიან, მაგრამ აი ის რაც დღეს ხდებოდა, ეს პირველი შემთხვევაა, მე თუ არ მაღალატობს მეხსიერება. რატომ იქცევიან ასე? ეს აი მიზანი თქვენი აზრით რა არის აი ასეთი არ ვიცი ასეთი გაბრაზების თუ რა სიტყვა ვთქვა აღარც ვიცი უკვე მათ შემხედვარე ეს ვერაგულის აქციელი რაღაცით აღიქმება უფრო და უფრო ცდილობენ და უნდა გამოსცენ გარემოები სადეს და ჯარიმებზე რეაქცია არა გვაქვს რამდენიმე ჩვენი ბიჭები დაიჭირეს, მაგალითად ჩვენი ძმაკაცი ვატო ნახეს, რომ დაჭერილი იყო, მაგრამ გამოვიდა გარეთ და მაინც აგრძელებს ბრძოლას და ვერ გვაშინებენ. ამით ახლა უფრო აგრესიულ ქმედებებზე გადადიან, რომ შიში უნდათ რომ ხალხში დათესონ რეალურად, მაგრამ რეალურად ვერ ხვდებიან იმას, რომ ეს ყველაფერი უფრო დიდ ბრას და უფრო დიდ პროტესტს გამოიწვევს. უმეტეს შემთხვევაში ახალგაზრდების მიმართ ხდება ყველაფერი, ცდილობენ რომ ფსიქოლოგიურად გაგვტეხონ იძალადონ და ყველანაირ გზას ცდილობენ რა, როგორც რუსეთში დაიწყო თავის დროზე რა.
მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ შიშინაღდა და რა გვაქვს. უფრო აი მე პირადად ასმაგი შემართებით გავაგრძელებ ბრძოლას მოგამოყოლ, იმიტომ რომ ჩემზე პატარა და ჩემხელა ბიჭები იქ 4 კედელში არიან გამომწყდეულები და მართლა იმის პირას ვართ მისული უკვე, კლდის პირას ვართ და სხვა გზა ჩაჩეხვა არის და ნახდათ არ მინდა რომ ჩავეჩეხოთ და ამ ქვეყანამ რაც იბრძოლა თავის დროზე მოიტანა, თავის დროიდან მოყოლებული მოიტანა, რამდენი სისხლიც დაიკარგა, უბრალოდ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ესე გავუშვათ. გურამ, თქვენ როგორც კი, მადლობა ამ პოზიციისთვის. საოცარი ახალგაზრდა ხართ მართლა და მიხარია რომ გაგიცანით მართალია შორიდან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე ერთმანეთს შეიძლება ითქვას რომ ვიცნობთ და მე ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში, მალე უნდა გამოჯანმრთელდეთ. გტოვებენ დღეს კლინიკაში, აი რა როგორ გაგრძელდება თქვენი მკურნალობა, კვლევები, ამაზეც რომ მითხრათ და დაგემშვიდობებით, მეც აღარ შეგაწუხებთ, ვიცი რომ გიჭირთ ახლა საუბარი. ანუ დღეს ვტოვებენ, იმიტომ რომ თქვენი შეკევა მაქვს და ცოტა ხით მეუბნებიან რომ უნდა ვიწვე და რაღაც პროცედურები კიდევ უნდა გამიგზავნო, რაც სუსტად უნდა დააკვირდნენ თავზე რაღაცებს. ჯერეშ ვიცი მეტი მეც არაფერი არ ვიცი ერთი იმაზე გადავრჩი რომ მოტკილობა არ მაქვს ნექიმში და დაზიანება არის. რაც გამიკვირდა ხელა წონის ადამიანი დამეცა ზემოთან. ესმის. კიდევ კარგად ხართ გადარჩენილი, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ბრძოლას გააგრძელებთ, გავაგრძელებთ ერთად.